მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ცოტა ხანი პაუზა ავიღეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიდან და იმდენი ამბავი დაგვიგროვდა, იმდენი საინტერესო მასალა, იმიტომ რომ უკვე ერთი თვე გაუხდა ამ ომს, სადაც გვეგონა რომ ეს ომი თითქოს დასტაბილურდებოდა, რაღაც გზას გამონახავდნენ, გვეგონა რომ ამერიკა სრულ კაპიტულაციას მოახდენდა ძალიან მოკლე დროში ირანის ისლამური რესპუბლიკის, მაგრამ მდგომარეობა აბსოლუტურად სხვანაირია. მეგობრებო, დღეს შორნო ვისაუბროთ ბოლო კვირაში მიმდინარე მოვლენების ყველაზე მნიშვნელოვან ჰაილაითებზე. თუ რა დაძაბულობა ახლა ახლო აღმოსავლეთში. რა შიშები გააჩნია შეერთებულ შტატებს და დაიწყება თუ არა ძალიან მალე სახმელეთო ოპერაცია ირანში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შეერთებული შტატების ჯარისკაცები. ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მე ბრუნდები და პერიოდულად მექნება ძალიან ხშირად ამ კონფლიქტიდან ძალიან საინტერესო ვიდეოები. მოდი პირველი ჩვენ განვიხილოთ 29 მარტს თეირანში, ეს არის ირანის ისლამური გუშაქთა კორპუსის მთავარი პრესპიკერი, როგორც კარონინ ლევიტი არის თეთრ სახში, რომელიც ლუკა მახარობლევის გვახარებს ხოლმე რაღაც სიახლეებს თუ რა დანაკარგები აქვს შეერთებულ შტატებს, რომელსაც წინათვის დასაწყისში ეგონა რომ ომი ერთ დღეში იყო უკვე მოგებული. მოდი ახლა მოვუსმინოთ, მე გადმოგითარგმნით ამ ყველაფერზე და განახეთ იმ პოსტებს, რაზედაც ჩვენ კომენტირებას გავაკეთებთ, რაც სიახლეების ბოლო კვირაში მოხდა. بارهای ایران را به عملیات زمینی و اشغال برخی از جزایر ترامپ رئیس جمهور آمریکا بارهای ایران را به عملیات زمینی ანუ ტრამპმა შეგვაშინა თითქოს რომ აპირებს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ირანში و اشغال برخی از جزایر در خلیج فارس და აპირებს ჩვენი ხერგის კუნძული ხერგის ოკუპაციას, სადაც ირანის ვითომ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც ყველაზე დიდი ნედლი ნავთობი იწარმოება და მთელი სპარსეთის ყურისო რა. تهدید کرده است. ترامپ موضوعی را یک روز صبح به طبل تهدید می‌کوبد و عصر همان روز عقب نشینی می‌کند. زمانی از مذاکره دم میزند و ساعاتی پس از آن تصمیم به اداره جنگ میگیرد. رئیس جمهور آمریکا ثابت ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაამტკიცა რომ ერთადერთი ენა რომელიც ამერიკას ესმისო کرده تنها زبانی که میشناسد ეს არის როდესაც მასზე ძალადობენ. ანუ ძალა არის ერთადერთი ენა რომელიც მას ესმისო, იმიტომ რომ დილით გაიღვიძებს სხვა რამეს ამბობს, საღამოს სხვა რაღაც ლაპარაკობს და მართლა ისი, ანუ სვეტში აი მძინარე ჯოს დაემსგავსა ისა რა ქვია დონალდ ტრამპი. ანუ მართლა ურთიერთ გამომრიცხავი, ანუ აბსოლუტურად საკუთარ თავთან კონტრადიქციულ წინადადებებს აჟღერეს პირდაპირ თეთრი სახლიდან, რაც არ არის ლამაზი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. زبان زور است. در مقابل تهدیدهای اخیر ترامپ مبنی بر عملیات زمینی یا اشغال هر نقطه‌ای از سرزمین‌های ایران که البته آرزویی بیش نیست اعلام می‌داریم. ანუ იმისთვის მხოლოდ wishful thinking-ია ირანის ნებისმიერი ტერიტორიის ჯარებით ოკუპაციო. ანუ წარმოსახვაო. رزمندگان اسلام مدت ჩვენი მებრძოლებიო დიდი ხანია იცდიანო და ირანი მართლა იმზადება ამ ომისთვის 30 წელია, ამაზე ვისაუბრეთ. هاست در انتظار چنین اقداماتی به سر میبرند تا ثابت نمایند که تجاوز و اشغال نتیجه‌ای جز اسارت تحقیرآمیز و قطعه شدن ანუ შედეგიო ამ ომის თუ იქნება ამერიკისთვის სამარცხვინო. و مفقود شدن متجاوزان را در بر نخواهد داشت. ხო, პირველი სიახლე, რაზედაც სულ ახლა ხანს, ეს არის ბოლო სიახლე, რომელიც ოფიციალურმა ირანის გენერალმა პასუხი გაცა ტრამპს. ეს იყო დღეს დილით, როდესაც ტრამპს უნდა ქონოდა პრესკონფერენცია იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გაეკეთებინა ერთ თვითის ფონზე. ანუ ვეღარ გაიგო ამერიკის მოსახლეობამ, რომ ეს ომი გამარჯვებულად უნდა აღნიშნოს თუ არა, იმიტომ რომ როგორც ისეთ რამოდენიმე დღის წინ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი აქცია მოიწყო ტრამპის წინააღმდეგ. დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იყო გამოსული მთელ შეერთებულ შტატებში. No Kings for USA, არა მეფეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ თქვენ მოგიწევთ საკუთარი ჯარისკაცების საფლავებში ჩასვენება და არა ირანის ქვისხანაში დაბრუნება. ამაზე პასუხობს ირანელი გენერალი, პასუხობს იმ ტრამპის განცხადებას, რომელიც ამბობდა, რომ თუ ისინი მოლაპარაკებებზე არ წამოვლენო, ისინი ფიზიკურად განადგურებულნი იქნებიან და ჩაიმარხებიან, ჯოჯოხეთს მოუწყობ ირანს. ნუ ეხლა ამაზე ცალკე ვაპირებ ვიდეო გადავიღო, რა სცენარი შეიძლება მოიმოქმედოს, იმიტომ რომ სახმელეთო ოპერაციით ჩემი ღრმა რწმენით ამერიკა ამას ვერ მოახერხებს და აქ შეიძლება განვიხილოთ ისეთი სახის პრევენციული ზომები, როგორც არის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ან რაიმე მსგავსი ჯოჯოხეთური იარაღი. ნუ რასაც ჩემს და ამერიკა არ მოერიდება, მაგრამ ეს სხვა თემა არის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ეხლა უყურეთ, აქ იყო განხეთქილება ტრამპსა და მის მოკავშირეებს შორის. მაგრამ აქ საინტერესო რა არის? საინტერესო რა არის, რომ ტრამპი თხოვს სპარსეთის აუზის ზღვის ყურის, ესე ვთქვათ, ქვეყანებს, რომ საკუთარი კონტრიბუცია ჩადონ ამ ომში.
აი მაგალითად საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, კატარს და ბაჰრეინს მოთხოვა, რომ თქვენც უნდა იხდიდეთო საკუთარი ჯიბიდანო ამ ომშიო. ანუ ომი, რომელიც დაიწყო ისრაელმა ამერიკამ თებერვლის ბოლოს 28-ში, ანუ თხოვს სპარსეთ ძალზედ ქვეყნებს, რომ თქვენც უნდა ჩაერთოთ ამ ყველაფერში, მარტო ჩვენი ფული ხო არ უნდა დაიხარჯოს და აქ გააკრიტიკა რაღაცაზე საუდის არაბეთის პრინცის დიდად გულზე მე არ მეხატება, იმიტომ რომ ჩემაზე ძალიან ცუდად მოექცა ირანს ისლამური თვალსაზრისით რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი. მაგრამ აქ იყო რომ საუდის არაბეთის პრინც არ ეგონა რომ ასე მოხდებოდა. არ ეგონა რომ ჩვენს უკანალზე კოცნა მოუწევდა, მას ეგონა კიდევ ერთი ხელმოსარული ამერიკის პრეზიდენტი ვიქნებოდი. უთხარი ჯობს კარგად მომექცეს. ანუ ტიპს ეუნება საკუთარ მოკავშირეს ამერიკა როგორ ექცევა რა. აი სასაცილო უბრალოდ. ანუ ხო გეუბნებით საუდის არაბეთით რომელიც არის ძლიერი ქვეყანა. ნავთობი ძალიან მდიდარი და ენერგორესურსებითა და რა ვიცი სამხედრო მილიტარისტულად თუ ძალიან ბევრი სხვა რესურსით. ან ტრაგზე მოკოცე ეუნება საუდის არაბეთის პრინცს. და არაბები კიდევ ამერიკელებისა და ებრაელების ხარეს არიან ომში. ეს არის ყველაზე გამოუგნებელი რამ და რასაც ეხა ირანი არაბულ ქვეყნებს უკეთებს იმის პასუხად რომ ბომბავს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებს, ბიზნეს კომპანიებს, ბანკებს და სხვადასხვანაირი სახის ინფრასტრუქტურას ანუ რატო უკვირთ საერთოდ? როდესაც თელმა არაბულმა სამყარომ ჩაისვარა ირანთან, თელმა არაბულმა და ვერც ერთი ვერ უბედავს ირანს ვერაფერს. ჰორმუზის რუტეშიც კი ვერ გადაადგილდება დღემდე გემი, ვერ გადაადგილდება. ჩინეთისა და რუსეთის დროშების ქვეშ მცურავი გემების გარდა ვერ გადაადგილდება. რატო? იმიტომ რომ ეშინიათ ირანის. და ამერიკამ კიდე ხელები შეაწმინდა ეგრევე პილატესავით, რომ ხელებიც დამიბანია ჰორმუზის სრუტეზე, აი დაახლოებით ეგეთი რამე, რომ ვისაც გინდათ რომ თქვენმა გემება გაიარონ, თქვენი ზრუნეთ ამ ყველაფერს. ანუ მიუგოთ ხვდები და ყველაფერზე. ეხა ამერიკა ხო აპირებს კი არა გადაიყვანა 20,000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმას რა ქვია და განიხილება კუნძული ხერგის, რომელიც არის ირანის სამხრეთით, მაგუნძულის ოკუპაცია, ანუ დესანტის გადასხმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნავთობით ყველაზე მდიდარი მხარე ირანში, მაგრამ იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა ეს ყველაფერი, რომ ირანმა ის ძალიან კარგად იცის და ამ სცენარისთვისაც მზად არის. იმ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ექსპერტებს, რომელიც ამბობდნენ აქამდე, რომ ამერიკას დაახლოებით 2 დღე ჭირდება და როგორც რუსეთი კიევს იღებდა 2 დღეში დაახლოებით ეგეთ ირანს აიღებდა. ან დაახლოებით ამ ზღაპრებში რო ცხოვრობენ ეგ ადამიანები, მაგიტომაც არის დღეს 2 ბირთვული ავიამზიდი არის კრეტის ნავსადგურზე შესული, რომელზედაც მიზეზად იგონებენ იმას, რომ ტვალეთში გაიჭედაო ისაო, რომ კანალიზაციო. ან ტვალეთში გაიჭედაო, ხვდებით, ბირთვულ ავიამზიდზე მაქვს ბიჭო ლაპარაკი 100 მილიონი რო ჩდება ყოველ წელს რო შეინახო. და მთელი ამერიკული ფლოტი რო გადაყავს. იმიტომ რომ ირანმა დააზიანა მათი ბირთვული ავიამზიდები, F-35 დააზიანა და F-15 ჩამოაგდო. ასევე ანტისარადარო სისტემა 500 მილიონიანი ზარალი მიეყენა, ეხა განახებთ მაგას შემდეგ სტორიში. შემდეგია მქონე. ხო, ნუ ეს ჯეფრი საქსი ამერიკელი პროფესორი გიждები ამ ადამიანზე, ამას უსმინეთ ხოლმე. ავი პრორუსული აქ არაფერი არა, კიდევ ერთხელ ვიმარო, სულ ეს ინფორმაცია მე მაქვს ამერიკიდან, ამერიკაში არიან ხალხი, რომლებიც აზროვნებენ, რომლებიც აკრიტიკებენ ამჟამად ტრამპის ჰეგემონიას სოფლიოში, თუ ტრამპს ამერიკაში არავინ არ ეხება, რა თქმა უნდა, ტრამპი ამერიკისთვის არის კარგი, მაგრამ როცა საქმე ეხება ისრაელს, ტრამპი ბრძანებებს იღებს და ასრულებს უბრალოდ. და ამბობს, რომ ირანი ამერიკის ჰეგემონის სასაფლაოა და მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ დაახლოებით ერთთვიანი სამხედრო კონფლიქტის სამხედრო ამ თეატრის განმავლობაში ამერიკა მიიღო კატასტროფულად დიდი ზარალი. კატასტროფულად. ანუ ეს ხო ციფრები, ეს ხო მათემატიკაა, ეს ხო ფინანსებია, რომელიც უნდა გამოყოს. იმიტომ რომ ხა მარკო რუბიო ეხვეწება კონგრესს, რომ დაამტკიცოს დამატებითი სამხედრო დახმარება. და ეს ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი რო ამბობს და საკუთარი ხალხი გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს, უნდა მიხვდნენ, რომ ეს ამერიკის ომი არ არის რეალურად. ეს არის ისრაელის ომი. და ამერიკა როგორც მისი ყმა სახელმწიფო, როგორც მონა, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, ეწირებიან ამერიკელები აბსოლუტურად სხვა ქვეყნის ომს. იმიტომ რომ ამერიკელები არ მართავენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჯეფრი საქსს უსმინეთ, ძალიან ჭკვიანი პროფესორია და ძალიან მაგარი პოდკასტები აქვს. ხო, ეს ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე აღმოსავლეთში ჩავიდა, მეგობრებო, ოფიციალურად, ანუ სამხედრო ოპერაცია ძალიან მალე დაიწყება. ეხა ტრამპი გამოვიდა და აბსოლუტურად სხვა რაღაცას ამბობს დღეს და მე ნუ მაბრალებთ ხოლმე რაღაც სხვადასხვა რამეს ამბობ. მე კი არ ვლაპარაკობ, მე ტრამპის სიტყვებს ვაჟღერებ და იმას განვიხილავ მე ამ ყველაფერს. ხვდებით? ანუ მე კი არ ვამბობ ამ ყველაფერს, არამედ ოფიციალური ფიგურები ამბობენ და შემდგომ მათი წინადადებები ურთიერთსაპირისპიროა, ხვდებით? კონტრადიქციულია და ძალიან რთული აქედან რამე საღიაზრე გამოიტანო და მით უმეტეს ეს ყველაფერი რომ ირანიდან არ ხდება, რუსეთიდან არ ხდება, ჩინეთიდან, ამერიკიდან ხდება, ეს არის სიგიჟე სრული. ხო, ამერიკელი სამხედროები უკვე ჩავიდნენ, ამერიკელები წესით ელოდებიან უკვე განკარგულების გაცემას, განკარგულებაში იგულისხმება ესეთი რამე რომ
ამერიკამ უნდა დაამუშავოს შენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები, ნუ ამას ელოდება ტრამპი, ვითომ რამოდენიმე კვირით რო გადაწია ახლა რომ ენერგოობიექტებზე დაბომბვა, მე ჩავაბნელებო ირანსო ვითომ და ეგ არის ის რომ ნახევარზე მეტი ენერგო რეზერვები ირანს საერთოდ ზევით არ აქვს, მიწისქვეშ აქვს ძალიან ბევრი რამე გაკეთებული. და ნუ აი პრინციპში აკეთებენ ისეთ რამეს რომ აი ეხა ზუსტად ამაზე აი კაროლინ ლევიტმა რას თქვა რომ ტრამპი დაინტერესებული არაბულ ქვეყნებს ირანის ომის საფასური გადახდა მოსთხოვოს. ანუ აი crazy, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს არის სიგიჟე. ანუ ნახეთ ეკონომიკურად ყველაზე წელში გამართული არაბთა გაერთიანებული ემირატები, რომელიც დღეს არის ირანული დრონებისა და შაჰიდის დრონებისა და სხვადასხვა რაკეტების სამიზნე, გახდა იმიტომ რომ მისმა მთავრობამ აირჩია არასწორი მოკავშირე მაგ ადგილზე. და ეხლა თხოვს იმას რა ქვია არაბულ ქვეყნებს რომ თქვენი ომეთო და ამერიკა გადგება ნეიტრალური და ამერიკა დაგაფინანსებს ან მორალურ ხარდაჭერას გამოგვიხსენებს თეთრი სახელიდან. დუბაი რომელიც იყო ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ყველაზე მეტად წელში გამართული. პლუს დამატებული მაგ ყველაფერს ეკონომიკურად ყველაზე სტაბილური და ინვესტიციურად ყველაზე მზარდი ქვეყანა მსოფლიოში. საინვესტიციო თვალსაზრისით. დღეს არის ირანული დრონებისა და სხვადასხვა რაკეტების მთავარი სამიზნე იმის გამო, რომ მან აირჩია არასწორი მოკავშირე. და ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ დუბაის დღეს რაც ემართება, ფეხზე დიდი ხანი ვერაფერი ვერ წამოვაყენებს. და კარგად უნდა გააცნობიერონ მისმა მთავრობის წარმომადგენლებმა, რომ მათი მთავარი სამიზნე, მათი მთავარი პრობლემა ბოდიშით არის ის, რომ ისინი არიან მოკავშირეები ისეთი სახელმწიფოს, რომელიც ყველაზე მეტად არასანდოა მსოფლიოში. ამაზე მე კი არა, ამას ჰენრი კისინჯერი ამბობდა, ნომერ პირველი ამერიკელი დიპლომატი. იყო ამერიკის მტერი, ეს საშიშია, მაგრამ იყო ამერიკის მოკავშირე, ეს ბევრად უფრო საშიშია. და სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის. მე ხა უყურე ხელი შეხოცა უნდა არაბულ ქვეყნებზე და ეხა ტრამპი ამბობს ჰორმუზის სრუტე ვისაც უნდა იმათმა გახსნან, რომ მე არ ჭირდება საერთოდ ეს ყველაფერი და ბიჭო მე რა მიკვირს, იცი გაგიჟებული ვარ მართლა ადამიანი რა. მითები იმპერიებზე, მაგალითად რუსეთის იმპერია, რომ რუსეთი ერთ დღეში იღებდა კიევს, გატყდა ეგ მითები მაგალითად იმაზე, რომ ამერიკა არის უძლებელი არმია, აგერ დასამარდა ირანში და სახმელეთო ოპერაციაც ამას დაადასტურებს, როდესაც აი ხო გეონებით 3 მილიონზე მეტი ჯარისკაცი ყავს ირანს, რომელიც იმით კი არ არიან შეიარაღებული, რომ კალაშნიკოვი უჭირავთ და არაბულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალ ტექნოლოგიებსა და მაგარი ინჟინრები ყავთ ირანს. არა, შიიტი მუსლიმები არიან მეგობრებო, შიიტი მუსლიმები. ეს თქვენ სუნიტები ხო არ გონიათ? მათ არის ძალიან დიდი განსხვავება შიიტებსა და სუნიტებს შორის. აი სუნიტურია თურქეთი მაგალითად. თურქეთი რა არის? თურქეთი არის შერეულ დემოკრატიულ, თეოკრატიულ, საპრეზიდენტო ხუიო ვერ გაიგებ რა არის თურქეთი რა, საბოლოო ჯამში. თან ლიბერალობა უნდა, თან დემოკრატიულობა, ამოვა ერდოღანი იბლუყუნებს რაღაცას, აი მესხეთო ქართველებო იქ შედით, საპერწნეთი თურქეთია, იქ ქურთებს უტრაკებს, ვერ ატრაკებს თურქეთი საბოლოო ჯამში. ვერ გაატრაკა ისრაელთან, მაგრამ ისრაელმა ეგრევე მისვა საკუთარ ადგილზე. და შიიტები ესეთები არ არიან. მანდ არის განსხვავება სუნიტებსა და შიიტებს შორის. შიიტები არიან ცოტა რაოდენობა მსოფლიოში, ერაყი, ირანის ტერიტორიაზე, გავრცელებულისა და სუნიტები არიან სხვა დანარჩენი არაბული ქვეყნები. რა განსხვავება არის? ანუ იდეაში მანდ არის ისლამური სარწმუნოები, თვის უნდა დაარჩენო და მემკვიდრეობა. აბუ ბექრი იყო სუნიტებს ვისაჭეროდა და ალი იყო შიიტებს ვისაჭეროდათ. ნუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი მემკვიდრე ამ ყველაფრის. და დაიწყო დაპირისპირება მანდ, რომ ვინ უნდა ყოფილიყო შიიტებს შეერათ, რომ უნდა ყავდეს ქვეყანას სულიერი ლიდერი, სუნიტებს შეერათ, რომ ეს უნდა იყოს დეცენტრალიზირებული საერთოდ. აი როგორც არის არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და მაგალითად საუდის არაბეთში, ხო? და შიიტებს და სუნიტებს აქვთ დაპირისპირება გარკვეულ შენში, მაგრამ აქ არის ურთიერთ გაუგებრობა ჩემთვის ამოხსნელი ფენომენი. იმიტომ მე როგორც ვიცი და რამდენად ისლამური რწმენა ამას ჩვენ გვეუბნება, ხო, ისლამური თეოლოგია, რომ მექა და მედინა არის ყველაზე წმინდა ადგილი იერუსალიმთან ერთად. და ამ დროს მექა და მედინა მდებარეობს საუდის არაბეთში. ანუ იდეაში მუჰამედის რწმენა და მთელი ეს ამბები ხდება, ანუ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, რომელიც არის დღეს ირანის სამიზნე. და შიიტები რო ეუბნებიან, რომ თქვენ პოტენციურად ჩვენი ქვეყნის მტრების მოკავშირე ხართ და თან ისლამზე გაქვთ პრეტენზია, ეს ინტელექტუალურად და თეოლოგიურად არის არაგულწრფელი რამ. და რაც ტრამპმა გაუკეთა ეხა საუდის არაბეთის პრინცს, მეტი ზღირსია დამიჯერეთ. მეტი ზღირსია ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ შენ თან რაღაცა ქვეყანაში სიკვდილი დაჟა ქონდეს, ქალებს ჩადრით ატარებდე, ამავდროულად ირან ისლამურ რაღაცებზე ატრაკებდეს, შენ ხარს არ უდებდე და იმის გამო რომ ამერიკა მარგინა დაგბომბოს, რომ თან ამერიკა ისრაელის მოკავშირე ხარ, ეს არის აი აბსოლუტურად აღვირახსნილი პოლიტიკური თვალსაზრისი ჩემი ასეთ რა.
და რასაც ეხა სპარსეთის აუზის ზღვის ქვეყნები განიცდიან, მეტის ღირსი არიან, საუდის არაბეთი მეტის ღირსია, კუვეიტი მეტის ღირსია, ემირატები მეტის იმის და მიხედავად ემირატები და დუბაიზე ვგიჟდები, მეტის ღირსები არიან ძმაო. აირჩიეს მოკავშირეთ, დაიყენეს ამერიკული ბაზები, ეხა აგონ პასუხები, რომელიც მოდის და ტრამპი რა განცხადებებსაც აკეთებს. ტრამპი თბილაძის იქ ამერიკაში არავინ არ ეხება. რა გერ თხოვს ეხა რომ თქვენი ომეთო ჩემს მაგივრად. ხო, ეხა დაიწყო გამოვიდა მეორე ტრამპის ისა რა ქვია, როგორ უწოდა ისა მამინაცვალს ვეძახი ამას უკვე, ანუ კარჩი რუბიო და ვენს შორის ხო არის დაპირისპირება რა, ამაზე კიდე ცალკე გეტყვით ეხა რომ ტრამპის იმაში რა ქვია, შიდა ესტაბლიშმენტში არის დაპირისპირება. JD Vance-ა და იმას რა მარკო რუბიო შორის მარკო რუბიო არის სიონისტი პროისრაელიანი თავიდან ბოლომდე რასაც ებრაელები თქვენ იმას ასრულებს ნუ მესმის ახლა გასაგებიები და Vance-ი არის ამის წინააღმდეგი. ეხლა გამოვიდა ამან დაიწყო ეს არის როგორ რა ვთქვა პროპაგანდისტი მთავარი ამერიკაში ტრამპი სანამ ტრამპი რამეს იტყვის მანამდე რუბიომ უნდა თქვას ყველაფერი რა როგორც ეხლა მაგალითად მედვედევი და პუტინის შემთხვევაში მედვედევი რაღაცას იტყვის მე პუტინი აშხერებს მაგალითად დუგინი ამბობს და სისტემა ესე მუშაობს ზოგადად რა ნუ ეჭის არ შეგეპაროთ რომ რუსეთში რა სისტემა იგივეა ამერიკაში უბრალოდ განსხვავება ის არის ერთმანეთს ენაცვლებიან აქ და რუსეთში პირდაპირ პუტინი მაინც ის ხო აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს თუ ხვალ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი სამხედროები გავიყვანოთ ევროპიდან ნატოს დასასრული იქნება და ეს მათ იციან ეხლა უყურე თემა რა არის ხო უყურე საინტერესო მე მჯერა და მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ნატოზე ბევრად ძლიერი ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ყველანაირად რავი 11 ბირთვული ავიამზიდი უამრავი რაკეტა ბირთვული ქობინები და ამერიკა ბევრად ძლიერი ბიჭო რუბიო და ტრამპი უტრაკებენ ნატოს ქვეყნებს ატო არ გვეხმარებითო იმ ომში რომელიც ახლა კაირსტრამერმა გამოვიდა თქვა რომ ეს ჩვენი ომი არაა და ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ იმ ომში რომელიც ტრამპ თქვა რომელიც უკვე მოიგო ხამეინი მკვდარია ეს იყო პირველი მახსოვს პირველ მარტს ეს განცხადება ის 2 მარტი იყო ბოდიშით ხამეინი მკვდარია ირანი განთავისუფლებულია რეზა ფეხლავი ის უნდა დაუგონ წითელი დიდი ხალიჩა და იქ უნდა გადასხან და ასო ამე განთავისუფლებული ირანი ვსო რომელიც ამბობს დენუკლეარიზაციაზე, დემილიტარიზაციაზე, რავი, დენაციფიკა, ყველაფერზე ამას უარს. ბიჭო, ნატოს დახმარება რა შეგინა მართლა მაინტერესებს. ან ნატოს რატო ეხვეწები და ანუ ესეთი ძლიერია ირანიდან ესეთი დარტყმები რომ იაყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ებრაელები ჭკვიანები არიან ლიბანში ოპერირებს ახლა ისრაელის სახმელეთო ოპერაციით, დანაკარგები აქვს სხვათა შორის ისრაელის მინდა ვთქვა. არ არის ჰეზბოლასთან მარტივი ბრძოლა, რასაც ახლა პროპაგანდა არის ყველაფერი, ისრაელის არ ამბობს ბევრ ინფორმაციას, არც ამერიკა არ ამბობს, ირანი ადასტურებს ამ ყველაფერს, ირანის მალავს ბევრ რაღაცას კაცო, თეინასაც სერიოზულ დარტყმები მიაყენეს ისრაელმა ამერიკამ და ასევე ირანმა მიაყენა მათ ორივე დიდი დარტყმა, მაგრამ აქ არის გამაგიჟებელი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნახათ ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი ამ ომში. და აზარალა ისეთი სახის განვითარებადი ქვეყანა, მაგალითად ევროპაში ხო, ეხლა კუვეიტში დაიბომა მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, იქ ენერგორესურსები დაიბომა, სხვადასხვა ძვირდება სხვა რა ქვეყნებში გამიგეთ, ბენზინი, გაზი, სხვადასხვა სამომხმარებლო რაღაცები და რის გამო მაინტერესებს, რომ აი, დღემდე ვერ ამოხსენე ფენომენი ამერიკას ირანში რა უნდა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამერიკა ძლიერი არ არის. ამერიკა ძლიერია, მაგრამ ამერიკელი ჯარისკაცის мотиваცია არ არის ამ ომში, რომ მიდის ახლა იქ, რომ უნდა მოკვდეს ისრაელის გამო. რახან ბიბისთვის არის ირანი მტერი, თურმე ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო არის ირანის მტერი? ანუ სრული სიგიჟეა უბრალოდ. ამერიკელები იმიტომ აგებენ ამ ომს. აი ამ წუთის მონაცემებით იმიტომ აგებენ ამ ომს, რომ ამერიკელმა მოტივი რისთვის იომოს არ იცის. აი ხო ქონიათ თამაში მეგობარი რომ კომპიუტერულ თამაშს თამაშობს და თქვენ შედიხართ აი არ გინდათ თამაში და აი გულს გადავაყოლებ რა და თან მოწყვლადი რო ხარ რა თან გეძინება და თან თამაში გინდა და ვერ უტეხავე ხარ რა აი ხო ვეც ვითამაშებ დაახლოებით ამერიკა მაგპონჩი არის იცვლებული ამერიკელი შეასრულოს თეთრი სახლიდან და კონგრესიდან მიღებული დავალებები აი სრული სიგიჟეა მეცოდებიან ეგ ჯარისკაცები მართლა არ ვიცი და იმათ ხო გითხრა შიტები თქვენ ნუ გონიათ ისენი რა ქვია აი კაისტრამერმა რო თქვა შესარჩენე ომი ჩვენ ეს ხო გეი აქტივისტია მაგრამ ეხა ზოგჯერო გაფუჭებული საათით სწორ დროს აჩვენებსო აი ამაზეა ნათქვამი თქვა კაცმა სიმართლე ეხა არ არის ჩვენი ომიო ბრიტანეთმა და არ მივიღებთ მონაწილეობას და თან დაემუქრა ტრამპი რომ ბრიტანეთი საფრანგეთიო და ეგენიო და ნატო ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ რომ არ გვეხმარებიანო და რავი უძლებელი შენახარ სოფლიოში ყოველას შეყაფე შენაზანზარებ ომი მოგებული გაგდა მე მთხოვ დახმარებას და იმას კიდე ამ უბედურს თავისი გაჭირობაც ეყოფა ხო ეს არის აი ეს ადამიანი ხალხნო არის ძალიან მაგარი კაცი რა ეს არის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც არის ამ წუთას სოფლიოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი აი ეს ადამიანი აი რომელსაც ხა თქვენ ხედავთ აი მინდა განახოთ კარგად ეს ყველაფერი
აი ეს ადამიანი მეგობრებო არის სოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა, ესე რო ავიღოთ პოლიტიკაში რა ეხა რა. რატო ეხა ამან გააკეთა ძალიან ცნობილი განცხადება რა, როდესაც ჟურნალისტი ეკითხებოდა რომ თქვენო მზად ხართო რომ ამერიკელები შემოიჭრებიანო თქვენთანო, რასაკეთებთო რომ ამერიკელები რო დაიწყებენო სამხედრო სახმელეთო ოპერაციასო და we are waiting for ჩვენ ველოდებით. და თქვენ რო ელოდებითო ამერიკელ ჯარისკაცებს თუ გადმოვლენო ირანშიო? Yes. აი ძალიან confident კაცია რა, ძალიან მშვიდი დინჯი დალაგებული. და ამაზე მე ვუნა რომ ეს არის ირანელი რაღაცა იქიდან მოსული რა, სპარსი, გადამთელი ბარბაროსი და დონალდ ტრამპი მყავს რაღაც იმაზე გამოსული ტიპი. აი ხო გონი ტრამპს მე დიდ პატივს ვსცემდი, მართლა დიდ პატივს ვსცემდი ტრამპს. მართლა დიდ პატივს ვსცემდი. სანამ აი ესეთ არ ვიცი თეთრსახში ალბათ ეგეთი რამე სკამიდებს, სადაც ჯდები და რავი ორიენტაციას კარგავ ადამიანი. ესეთი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები არ ეკადა პუტინი არ არის ხალხო ეგეთი. პუტინი რომელიც არის ხო მესმის მონსტრი, რავი ეძახეთ რაც გინდა, პუტინი არის ძალიან დალაგებული დიპლომატი. ან დალაგებული ტიპია. არანაირი ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციები მას არ ახასიათებს და არანაირი ურთიერთდამოპირება გეუნება პირდაპირ რას გიპირებს, ხო? ეს რა არის? გამოვა დილით, ტრამპი რომ მიფრინავს ხოლმე იმ რა ქვია შტატებში ტური როა, გამოვა იტყვე ომი მოგებულია, მე მეორე ჟურნალისტი Fox News-დან გამოვა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ, წარმატებებს ვახცეთ, მე საღამო სანამ დაიძინებს დაამტკნარებს ესე და ჩვენ ომს მოვიგებთ. რა გავიგო მე რა დასკვნა, მე ნუ მეუნებით ხოლმე რაღაცებს სულ. მე კი არ ტრამპია ეგეთი თვითონ და რასაც გეუნებით იმას ვაჟღერებ ამ ყველაფერზე ხსნი ამას სარკასტულად, სერიოზულად როგორ შევხედოთ. და ეხა ეს კაცი ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხედეთ რა გაუკეთეთ ამათ საჰაერო ძალებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთს საშე ძალების გაძევებისკენ მოუწოდებს. ნუ ეს ცალკე თემა, მაგრამ ეს არის ხა სურათზე პატარაზე რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს არის 500 მილიონიანი სარადარო სისტემით მოძრავი საჰაერო თვითმფრინავი რა. 500 ძალიან ზვირია ის ჰაერით გადაგა დრონი ისა გაქვს რა ქვია, რადარი გაქვს ჰაერში. 500 მილიონიანი ზარალი მიაყენა, თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ ეს ძალიან ესკადრილიაზე აქვს, რა თქმა უნდა, საუბარი, სისტემაზეა გამართული ეს იაფი არ გეგონოთ. მიაყენეს ძალიან იაფმა რაკეტებმა. ვის უფრო დიდი ზარალი აქვს ამ წუთის მონაცემებით ამ ომში? აი მართლა ვამ, ვის უფრო დიდი ზარალი აქვს ამ ომში? რავი, თქვენ გაიცით ამ კითხვის პასუხი. ხო, ნუ ეს ადამიანი, ეს არის სიონისტი, თავინაბოლო ჰექსეტი არის. აი მე განახეთ კიდევაც თვითონ თავის პირით აღიარებს, რომ ამ კაცს უნდა აშენდეს იერუსალიმის სოლომონის მესამე ტაძარი და ანტიქრისტე გამეფთეს. ნუ ეს ვიცით ხა, ეს თავის პირით აქ რა თქვა, მე ვიდეოც მიდევს ამ ყველაფერზე, უბრალოდ ნახე რა იგი დიპლომატიური ენა ხო უნდა ქონდეს ადამიანს, იმიტომ რომ თემა რა არის, ეს პოლიტიკაში არ ხარ მარტო მაგარი ტიპი. პოლიტიკაში ფასობ დიპლომატია, სტალინი იყო ეგეთი მაგარი სერიოზული დიპლომატი, რომ ჩერჩილი რო ჩადიოდა მაგალითად და რაღაც შეხვედრაზე ქონდა, აი სტალინი ხო ომი მოგებული ქონდა, კატრაკებული ქონდა რაღაცა, ბიჭო, ძალიან დიპლომატიური მანერები ახასიათებდა სტალინს. ძალიან დიპლომატიური მანერები. რაღაცებზე გაიღიმებდა, კურილის კუნძული დაკარგული ქონდა უკვე იაპონიას. რაღაცას ჩაიღიმებდა, იქ მოგებული იყო რაღაცა. ანუ არ გამოდიოდა და ესე რაღაცა, ჰაი ჰუი არ ყვიროდა. დაალაგებულა ჩვიდ, ბიჭო. დიპლომატი ხარ ხო ხა ომის მინისტრი ხარ, ჯერ ომის მინისტრი რა ტერმინია, ანუ რა ომის მინისტრი, სიკვდილის მინისტრის ხო არ ყავს ამერიკას და დამკრძალავი ბიუროს მინისტრი. ჯერ ეს არის საერთაშორისო დიპლომატიური ნორმების არ ავთენტური ტერმინი, ომის მინისტრი, რა ვიცი რა და სიყვარულის სამინისტროს გამიხსნან მაშინ და დააყენონ ის გამოთაყვანებული. აშიში ბომბებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვიდრე ირანი თავის ამბიციებზე უარს. ეხა უყურე. აი ხო შეიძლება ჯერ ერთი დავიწყოთ რომ ამერიკა ირანმა თქვა ეგ რომ ამერიკასთან რო ცდილობდა ჩვენთან იმასო დიპლომატიასო არასდროს არ გვისვავდა კაცს ალაპარაკოთო. ეხა შუამავლები არსებობიან თურქეთი, საუდის არაბეთი და ეგენი რომ აი უინდკოფი და კუშნერები და ეგენი მონაწილეობენ მაგაში და ირიბი დიალოგი მიმდინარეობს რაღაცებზე რომ აი ენერგოობიექტებზე დაბომბვა გადადო ტრამპმა რაღაცა ჰაი ჰუი რა რაღაც ხაპრები. ბიჭო, აი დიპლომატიკაცი ხარ რა, ეხა დიპლომატიკაცი როცა ხარ, მოგეთხოვება რაღაც ბიჭო. აი ეს რა არის? ამაშიში ბომბებით აწარმოებს, ძალიან მაგარი ტიპი ხარ, რავი, ყოველთვის იცხოვრებ, უკვდავი ხარ, თუ რავი, ყოველთვის დაგიცალ შენი სამინისტრო და აი ვერ ხვდები ეს რა, არაეთიკური, პოლიტიკურად არაეთიკურია. ამას რომ რუსეთი აკეთებდა, რავი, ყველა რუსეთზე ყდებოდი და ღიზიანებოდი, ვარდებოდი და ამერიკა ამას აკეთებს და რატო ამაზე კომენტარს არავინ არ აკეთებს? და კიდევ ერთხელ მორბეს არ არის ამერიკული ჰეიტი ამერიკაზე გიждები ისე მიყვარს. მაგრამ მათი პოლიტიკოსები არიან კომპრომიტირებული ეპშტეინის კუნძულიდან. და ბოდიშით ახლა მაგას ომხარს მე არ უჭერ. და არც დაუჭერ არასდროს კიდე პლუს დამატებული. ხო, და ეს მინდოდა კიდე მეთქვა. ხო. ხო, აი ეს ახლა გამოდივი და ახლა დონალდ ტრამპის საფრანგეთთან ხარი არ დაგვიჭირა ირანის ჯალათთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით იქნა ლიკვიდირებული. აშიში თუ ლიკვიდირებულია უკვე,
დონალდ ტრამპ თუ უკვე ლიკვიდირებულია ირანი, საფრანგეთის დახმარება რა შეგინდა, საზანგეთის დახმარება რა შეგინდა, მაკრონი და მაგის სოლირო რამეში დაგეხმარება ხა, რა დონეზე უნდა კონდეს საქმე. მაგ უბედურებს თავისი გაჭიროებიათ. ზელენსკის ვერ მოაგებინეს ამ ხელაომი. ამ ხელაფხერდა თავარი ყავს უკრაინას და იმას ვერ მოაგებინეს ახლა და ანუ ხო გეუბნებით ხალხო გიждები რა ამ სიახლებს რო უსმენ ანუ კაი ეხა ნახევარზე მეც მე ხა უკვე იუმორისტულად განვიხილავ ამ ყველაფერს იმიტომ ხა ომი ძალიან ჩართული ვარ ამ პროცესებში მაგრამ ხანახა რო არის რო ხა თქვენც არ დაგიცაბოთ ბევრ რაღაცაში და ცოტა გაგერა უხუმრობ ბევრ რაღაცაზე რა მართლა უხუმრობ ბევრ რაღაცაზე ეხა თემა რა არის მოდი შევაჯამოთ ეს ყველაფერი ისრაელი გამომრჩა ხა ისრაელის საკითხი ისრაელი ებრაელები როგორც ყოველთვის ყველაზე ჭკვიანები არიან ამ ომშიც მე მაქვს ესეთი პროგნოზი რომ მე არ ვფიქრობ რომ ისრაელს რამე სერიოზული მოვა არ ვფიქრობ არანაირად იმიტომ რომ ებრაელებმა ძალიან კარგად იფიქრეს ამ ყველაფერზე მართლა მაგრა იფიქრეს იმ კუთხით რომ მათ ომში ამერიკელები დაიხოცებიან ხა ხერგის კუნძულიდან რო დაიწყება სამხედრო საჰაერო დესანტის გადასხმა ირანის ტერიტორიაზე ამერიკას ჩოჯოხეთიელის იქ ამერიკა მიიღებს ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს მე არ ვფიქრობ ამერიკა განადგურდება რა თქმა უნდა ამერიკას ვერც მიწუდებიან და ირანს არც აქვს ამაზე პრეტენზია მაგრამ ამერიკა მიიღებს ძალიან დიდ ეკონომიკურ და მატერიალურ ადამიანურ დანაკარგებს მაგომში ისრაელი აწარმოებს საკუთარ ომს სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე და ისრაელი აგრძელებს დიდი ისრაელის ტერიტორიების დე ფაქტო აღიარებას ღაზა უკვე მანდ არის დასავლეთ სანაპირო დროის საკითხია იორდანია მისი ყურბოჭრილი მონა არის სირია გათიშულია და აგერ ბენგვირი გამოდის რომ სირიის პრეზიდენტი უნდა დავატუღოთო ლიბანს ჩაიგდებს ძალიან მალე ხელში რეკალი შემოირტყება გარშემო მე ეგვიპტეზე არ მაქვს ლაპარაკი ეგვიპტე არაფერი არ არის ეგვიპტეში როდის მოუქო ომი იომ ქიფურის ომები რო იყო მანდ უგებდა ნახევარი ერთი მერვედი ისრაელი უგებდა და ეხა ესეთი დონის ისრაელი ხო გააპარჩაკებს იმ ეგვიპტეს ანუ ნახეთ რა ჭკვიანური რამე მოიფიქრეს ებრაელებმა ძალიან ჭკვიანური რაღაცა და მამას ვაფასებ მათ ტვინს მართლა ვაფასებ ანუ სერიოზულად ვაფასებ რომ მათ ომში მთავარ მოწინააღმდეგეს ამერიკა მოწყვიტავს თავს ნუ ეს დროის ამბავია რა სიზავს და როგორც ისე ირანი არაფრის დამთმობი არ არის მე განვიხილავ იმ შეზღუდული შესაძლებლობის ჩარევას რომ და ამაზე თუ გინდა ცალკე ვილაპარაკებ გამოიყენებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ატომურ ბირთულ ტაქტიკურ ბირთული არ ამაზე თუ გინდა დაწერეთ აბლა კომენტარებში ამაზე ცალკე ვიზუალიზაციასაც განახებთ მაგ ყველაფრის მასშტაბებზე და იმაზე ერთად ვიმშელოთ ცალკე მაგ ვიდეოში ამერიკა მიიღებს ძალიან დიდ დანაკარგს ისრაელი აკეთებს სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ლიბანში და ჰეზბოლას აქვს ძალიან დიდი წინააღმდეგობა მანდაც მინდა ვთქვა იმიტომ რომ გამუდმებით იბომბება განსაკუთრებით ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელი ისა რა ქვია ენერგოობიექტები ასევე პლუს დამატებული დამონას რა ქვია საიდუმლო ბირთვული ლაბორატორიის ანუ ისრაელს რო ეგონა რომ ეს ყველაფერი ჰაი-ჰუი ამერიკის კიცერზე მარტივად გააკეთებდა ირანმა იმ დონეზე უპასუხა რომ ყოვლის შემძლე რაღაცა ამერიკულ სიონისტური იმპერია შეირყა ეხა და იგრძნეს როგორც ერთ დროს ლეონიდესმა რო თქვა რომ კაცი რომელიც თავს ღმერთს უწოდებდა ჩაულებრივი ადამიანი დაქვითინდაო ქსერქსეზე რო საუბრობდა ხო დაახლოებით ეგ სცენარია რომ აი ამერიკა და ფილმებში სპაიდერმენი მოახტება რეინბო ამერიკელი სნაიპერი და ამ დროს ვიღაცა სპარსი რაღაცა ასასინები დეგენ თავს აჭრიან ამათ ეს ჯერ დაწყებულის არ არის თან ეხა უყურეთ ამერიკას საერო დიდი უპირატესობა აქვს რომელსაც ვერ იყენებს ბიჭო F-35-ს რო შენ ჭურს გაარტყავ F-35 რომელიც არის ყველაზე ძლიერი მსოფლიოს სტელფაითერი ანუ რაღაც პრობლემები გაქვს მაგრამ მე არ მჯერა რომ ამერიკას ტექნიკური პრობლემები აქვს მე მჯერა იმის რომ ამერიკას ომი არ არის თვითონ რომ ამერიკელმა იქ იბრძოლოს ხვდებით ამერიკა ნახეთ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ომი ხო აი შენ мама პაპა იმიტომ იყავდათ ფაშისტებიც რომ იქ იყო იდეა რომ აი ფაშიზმი მოდის გვიპყრობს და ფაშისტური ურდუა იქ შენი მტერი და შენ ძმას გიკლავენ დედას გიკლავენ და იძულებული ხარ იომო ხო იმიტომ ერქვა ხო ამას მეორე მსოფლიო ომი ხო და თემა რა არის რეკლამა რო გავდის ხო და თემა ეგ არის შემოძვირფასებო თემა ეგ არის რომ მაშინ мотиваცია ქონდათ იდეოლოგიური ომები იყო ხვდებით ფაშისტებს ქონდათ ეს ყველაფერი გაკეთებული რომ ფაშისტებს ჯეროდათ ნაციონალ-სოციალიზმი ის კომუნისტებს ჯეროდათ სოფლიო მირაბაი რევოლუცია რაც იყო იქ ამერიკელებს კაპიტალიზმი შეროდა და რაღაცა იგრძნობოდა მაშინდელ სისტემაში რა იგრძნობოდა რაღაც გულწრფელი იყო დღეს აი დღევანდელ ეპოქაში აი დასკვნა ვერ გამოვიტანე ვერანაირი ხვდებით ანუ დასკვნა ვერ გამოვიტანე ვერანაირი ვის რა უნდა ამ ომში ისრაელისთვის გასაგებია რომ ისრაელს აქვს საკუთარი ამბიციები თან საკმაოდ მზარდი იმის შესახებ რომ უნდა შეიკრას დიდი ისრაელი ნუ ღაზა ჩაიგდო ხელში აქ ყველაფერს ლაივში ხედავთ ხალხო ეს თეორიებით მე აღარ ვლაპარაკო ფაქტებს ლიბანის ოკუპაცია ჩაულებრივად ჰეზბოლა სახელით იასნია აბა ეხა იმას ვარ გეტყვიან ეხა დიდი ისრაელის ვკრავთ
და ამერიკელი მოსამსახურე მანდ რა უნდა მოკვდეს ირანში ამერიკელი იმის გამო რომ ისრაელმა გააფართოვოს და ამას რომ მიხვდება ხალხი აი უკვე ძალიან გვიანი იქნება უკვე აი ანტიქრისტეს ფეხზე იქნება გადადებული დაჯდარი ტახტი აშენებული იქნება უკვე სოლომონის ტაძარი და მე ამ დროს აი რა ვიდეო შევწერ ისეთ ხო გეუნეპოდით და მრავალ წერტილი ექნება იმ ვიდეოს ამიტომ ხალხო არანაირი სიძულვილი არ მაქვს არავის დედამიწის ზურგზე. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რახან ესეთი კრიტიკული და ხმამაღალი და ესეთი განცხადებები, არავის სიძულვილი არ მაქვს პლანეტაზე. არც ამერიკელები მინდა მოკვდნენ, არც ებრაელები მინდა მოკვდნენ, არც ირანელები არ მინდა, არც ირანელები არ მინდა რომ მოკვდნენ. ანუ ხალხი არის ძალიან ცოდო, როდესაც ეწირებიან მათი პოლიტიკოსების ამბიციებს. ტრამპიც ღამე ძალიან კარგად ძინავს. ბიბისაც ძალიან კარგად ძინავს, საკუთარი ცოლშვილი ამერიკაში ყავს გაშვებული. და ის ახლა 4 ებრაელი ჯარისკაცი რომ მოკვდა ჰეზბოლასთან ბრძოლაში სამხრეთ ლიბანში, არის ბიბის პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, მას სურს რომ აღადგინოს დიდი ისრაელი და ბოდიშით იმ ხალხთან მაგ ერთი, ვინც მაგათ თქვენ მხარს უჭერთ. მე რო გბომბავენ რატო გიკვირთ საერთოდ? მართლა ვთქვი, დაიწყე ომი, ბოლომდე აგე მაშინ პასუხი ამ ყველაფერზე. და ისრაელმა განაცხადა, მე არ მივიღებ ირანში მონაწილეობას და თუ არ მიიღებ, ამერიკამ რატო უნდა მიიღოს იქ მონაწილეობა? რატო უნდა მოკვდეს იქ ამერიკელი? ტაკერ კარსონი ტყუილს ამბობს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი ორი ომი არ არისო? ჯეფრი საქსი ტყუილს ამბობს, ეს ჩვენი ომი არ არისო? ნიკ ფუენტესი ტყუილს ამბობს, ეს ჩვენი ომი არ არისო და ამერიკის მთელი ინტელექტუალური რესურსი რომ ამერიკის ამჟამინდელ მთავრობას მაგაზე აჩვენოს. ტყუილი რომ მატყუარა რომელია მაქედან? ამიტომ არ შეიძლება ეს ყველაფერი რა, არ შეიძლება ეს საბავშვო ბაღზა იმის გამოსაყრებელი პოლიტიკა. აი ეს გაუთენდება, აი ნატო აღარ მინდა, იმ უკრაინა არ მორჩით ომს მალე. მე ვუცებ რუსეთი, მე ჩემ დედას ვიცავ რუსეთი რო ადეკვატურია, და პუტინი რო ადეკვატურია, თუ ეგეთი ადეკვატური დასავლეთში პოლიტიკოსი არსებობდეს საერთოდ. აი თუ მიტყნებოდეს აი ამ სიტყვების ლაპარაკი და თუ პასუხისგებელი არ იყო პლუს. ერთი ზედმეტი არ მოხსოვს პუტინისგან სიტყვა არადიპლომატიური ან რაღაც დალაგებული ბაზარი არა ოკუპირებულია ხო გავიმეორებ ოკუპირებულია საქართველო ხო კიდე გავიმე ოკუპირებულია ხო რასული ჩემი სიტყვები მაგრამ ვამბობ იმას რომ დიპლომატია ტიპი რო გელაპარაკება დიპლომატი გელაპარაკება პოლიტიკოსი რო რაღაც არ შეგარცხვენს და რაღაც იმას არის ზუსტ ეს რა არის ამერიკიდან გამოვა და ბეისბოლის ქუდები ვითრო ისურის არ ამერიკა რაკეტებს და ტრამპის განცხადებები იმას რო გავს და პოკემონის თამაშებს რო გავს რა ჯანდაბა არის ეგ რა დავარ ხომაკ ყველაფერს ვერ გავიგე. ყველა შტერდება, ვინც ძალაუფლების სათავეში მოდის თუ რა ხდება ვერ გავიგე. ამიტომ უკმაყოფილო ვარ, რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ მე ამერიკაში ტექნოკრატებს უჭერ ხარს, მე უჭერე, ეხავე ვამბობ, რომ ჯეი დი ვენს უჭერ ამერიკაში მხარს ტექნოკრატებს, მე სიონისტებს საერთოდ არ უჭერ ხარს ამერიკაში, არც რუბიოს, არც ტრამპს აღარავის აღარ უჭერ, იმიტომ რომ ეგ არის ომის სამინისტრო, დიპ სტეიტის მეორე ხაზი. აი მეორე ხაზია ჩვეულებრივი. ორი გადასხვრა, აი რავი, სადგურის მოედანი წარმოება, ორი ხაზი არის მანდ, ერთი და მეორე. და ტექნოკრატები გადააგდეს მაგათმა. ვენსის უკან ვინც იდგნენ ის ამერიკელი სილიკონ ველი ბიზნესმენები და მთელი ეს მეორე ებრაელები გადააგდეს მაგათმა. დაპირდნენ დაბალ გადასახდელს, მაგრამ გადააგდეს მაგ ყველაფერში. ამერიკა ძალიან სერიოზულ ზარალს მიიღებს ამერიკელი ხალხი, რომელიც მეცოდება რა თქმა უნდა. ხო და რავი მე ეგეთი შეხედულება მაქვს ხალხო რომ ეს ომი გაგრძელდება კიდევ კარგი ხანს და ამერიკისთვის ეს კარგი არ იქნება. მე ვერ გეტყვი ზუსტად რა როდის რა მოხდება, მე არ ვარ ნოსტრადამუსი და არც მაქვს სამხედრო იმაზე ექსპერტობა, ეს თემები ძალიან მაინტერესებს და მაგიტომ უთხოვ და ჩემებული ანალიზი მოქვს და ძალიან ხრმა ესქატოლოგიური იმებით განვიხილავ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ და მჯერა ამ ყველაფრის და უბრალოდ მგონია რომ ხო ისრაელს ვერავინ ვერ გაანადგურებს, ისრაელი დაივიწყეთ, ვისაც გონიათ რომ ისრაელი გაანადგურდება, ეს არის ტყუილი. ისრაელი ამ ომში ყველაზე ძლიერი გახდება იმის ხარჯ რომ ამერიკას დედაეტირება და არჩენს ღმერთი გვანახებს აგერდა. რავი, მე თითქმის ყოველდღიურად სიახლეებს გაგაცნობთ მეგობრებო და უფრო დეტალურად ჩაგახედებთ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ეს თემები ძალიან მაინტერესებს და მაგის გარდა კიდე ძალიან ბევრი საინტერესო თემები გვაქვს განსახილველი მომავალში. დროებით და ლაიქეთ ვიდეო.